Გლობალური გამოწვევები და რეგიონის ქვეყნების პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. პაფსეკის რიგით 77 სხდომა კასპის რაიონში ისტორიულ მეფის ქალაქში გაიმართა. ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სამყაროში ხელოვნური ინტელექტის როლზე და რეგიონის სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული პარტნიორობის აუცილებლობაზე სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე დელეგატმა იმსჩევა. აქცენტი გაკეთდა მსგავს ფორმატებში რეგიონული კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. დღევანდელი სხდომა საქართველოსთვის თავმჯდომარის რანგში ბოლო იყო, მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოსტს საბერძნეთი იბარებს. თუმცა ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველო ისევ აქტიურად იქნება ჩართული. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად 2 წლის ვადით ირაკლი მეზურნიშვილი აირჩიეს. საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 77 სხდომას თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მასპინძლობს. გენერალური ასამბლეის სხდომაზე 10 ქვეყნის 100-ზე მეტმა დელეგატმა რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ხელოვნური ინტელექტის როლზე, ინოვაციებზე, უფრო მეტ დაკავშირებადობაზე და შავი ზღვის რეგიონში მდგრად განვითარებაზე იმსჯელა. საპარლამენტო ფორუმზე პარლამენტის თავმჯდომარე მთავარი აქცენტი მსოფლიო გეოპოლიტიკური რყევების ფონზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გააკეთა. შალვა პაპუაშვილის აზრით, გარკვეული ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტებად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინაყენებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით პარლამენტის თავმჯდომარე ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ურჩევს გამოწვევების შესაძლებლობებად აქციონ და შუა დერეფნის განვითარების პარალელურად საერთო ინტერესების დასაცავად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ფოკუსირდნენ. შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაფსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. გავაერთიანოთ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ. ამ რთულ ვითარებაშიც კი გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაფსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე. როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინაყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის დიალოგის და კონსტრუქციული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტმა. აფრიმ გაშმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით რეგიონის ერთიანობას და საერთო მიზნებს გაუსვა. აქ ამ შეხვედრაზე დასწრებით კიდევ ერთხელ ცხადი ხდება ჩვენთვის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენი მომავალი დაფუძნებული იქნება ზუსტადაც ჩვენს ჩამოყალიბებულ თანამშრომლობაზე. ჩრდილოეთ მაკედონია ვალდებულებას იღებს გააგრძელოს ეს თანამშრომლობა, რადგან ვხედავთ შავი ზღვის რეგიონს და შუა დერეფანს როგორც მნიშვნელოვან ასპექტს ადამიანთა შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ჩვენ გვჯერა დიალოგის კონსტრუქციული პარტნიორობის და გვჯერა, რომ ამით შეგვიძლია ავითვისოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანი პოტენციალი, რაც ყველაზე გავლენას ახდენს. მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და მედეგობა. დღესვე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 77 პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად 2 წლის ვადით აირჩიეს. მეზურნიშვილის განმარტებით ორგანიზაციაში ახალ სტატუსს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად გამოიყენებს. ეს არის ძალიან დიდი საპასუხისმგებლო პოზიცია, ამავდროულად სასიხარულოა, ეს არის დამატებითი შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი პლატფორმა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები წარმოვაჩინო. მოგიხსენებათ, საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, ძალიან საჭირო საკითხები წყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, კიდევ უფრო წარმატებული მომავალშიც და ჩვენ ყოველთვის ყველგან ვიქნებით აქტიურად ჩართული.
პაპსეკის დელეგატები შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის რეგიონულ თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და მომავალში ამ პლატფორმის გამოყენებას კიდევ უფრო აქტიურად გეგმავენ. ამ ნამდვილად რთულ პერიოდში ერთიანობა გვჭირდება. ეს არის ის, რასაც ეს საპარლამენტო ასამბლეა ემსახურება. გავაერთიანოთ ის ქვეყნები, რომლებიც ერთად უნდა იყვნენ თავიანთ განვითარებაში, ეკონომიკურ გზაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და უსაფრთხოების კუთხით. როგორც მოლდოვის პარლამენტის წევრს და როგორც ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიდის, ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ყველასთან კარგი ურთიერთობების დამყარება. რადგან ჩვენ ყველანი მეზობლები ვართ, ყველანი ვითარდებით და ერთად უნდა ვიყოთ, რადგან მხოლოდ ერთად მშვიდობაში შეგვიძლია ჩვენი ქვეყნები და მთელი რეგიონის განვითარება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს საერთაშორისო თანამშრომლობაში შემოვიტანოთ რეგიონული განზომილება და რეგიონული კუთხით შავი ზღვის პრობლემატიკა განვიხილოთ ჩვენს შავი ზღვის და ზოგადად ფართო რეგიონის პარტნიორებთან ერთად. ის შესაძლებლობები, საფრთხეების გამოწვევები, რომელიც არსებობს ამ რეგიონში და რაც თავარია, რა შეიძლება გავაკეთოთ ერთობლივად, რეგიონულად ამ რეგიონის ქვეყნებმა იმისთვის, რომ ეს რეგიონი გავხადოთ მშვიდობის რეგიონი, თანამშრომლობის და განვითარების რეგიონი, ნაცვლად იმ გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისა, რასაც ჩვენ ხედავთ. ვაძლიერებთ ჩვენს კავშირებს, ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას რეგიონის ქვეყნებთან, ფართო რეგიონის ქვეყნებთან, რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა, ასევე მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს შუა კორიდორში მონაწილე ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც ძალიან ახლო მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა სარგებლოს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67 პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პაპსეკის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველოს 6 თვის ვადით ეკავა, საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარა. საბერძნეთის პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა კი შალვა პაპუაშვილს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის სახელით საპატიო მედალი გადასცა.